ალბათ მაყურებელსაც აინტერესებს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ალბათ კასპის მოსახლეობას დააინტერესდება, თუ ვის ეკუთვნის ეს სერტიფიკატი. ასევე ვასახელებ ნომინაციას წლის რესპონდენტი 2015, რომელიც ჩვენი თანამშრომლების გადაწყვეტილებით გოჩა გოშიტაშვილმა მოიპოვა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მოგზავნით ბატონო გოჩა. მოგესალმებით, მადლობა მოგზანებისთვის. ბატონო გოჩა, ჩვენმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ თქვენც მოხვდეთ წლის საუკეთესო რესპონდენტების სიაში და ჩვენ სამახსოვრო. თქვენ შეგიძლიათ მიულოცოთ მაყურებელს და თქვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დამდეგი 2016 წელი. მოგესალმებით მეგობრებო, გასპელებო, გორელებოში და ქართველებო, მინდა მოგილოცოთ ახალი 2016 წელი, მინდა გისურვო ჯანმრთელობა, სიხარული, იმ იმედების ასრულება, რომელიც 2015 წელში ვერ მოხდა თქვენს რეალურ ცხოვრებაში და გისურვებთ, რომ ყველა ჩანაფიქრი, კეთილი ჩანაფიქრი ფლისნებით აღსრულებოდეთ. ბატონო გოჩა, ძალიან მოკლედ რომ შეაფასოთ გასული წელი, რომელიც რამდენიმე წუთში მიილევა. როგორ დაგამახსოვრდებათ პირადად თქვენ 2015 წელი? რითი დაგამახსოვრდებათ გამორჩეულად რომ გამოყოთ? 2015 წელი, როგორც გასული წლები ახალი ხელისუფლების პირობებში, ეს იყო შრომისა და ყოველდღიური თავდაუზოგავი მოქმედების წელი. კასპის მუნიციპალიტეტში გაკეთა ბევრი კეთილი საქმე, რომელიც ხალხის კეთილდღეობას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას წაადგებოდა და დაახლოებით 32 მილიონის საქმე განხორციელდა სხვადასხვა პროექტებიდან და ეს კასპელებმა დაინახეს და ალბათ მომავალ წელსაც უკეთესი პროექტები გვექნება ჩვენ. იმედია, რომ ეს დაწყებული ფერხული, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ თვითმმართველობასთან ერთად განახორციელა გარკვეული წლების მანძილზე, გასულ წელს ძალიან ესე ლამაზად და დაყოფერად დაგვირგვინდა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ სასიკეთო და თქვენს მოგილოცოთ წავე. მადლობა. დიდი მადლობა თქვენს კი მოგწევთ. კარგად წამდებოდეთ.